და იქ გავაზიარე. დავიშურე. აჰა. აჩა, ვიწყებთ. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეს არის პოდკასტი შავი თეთრზე, მე პაატა შამუგია ვარ და დღევანდელი თემა არის ფილოსოფია ყოველდღიურობაში, ჭეშმარიტება, როგორც რჩება, ასეთი ამბიციური სათაურის დავარქვით, მაგრამ სტუმარიც ასეთივე შესანიშნავი მყავს დღეს, სანამ სტუმარზე გადავიდოდე, მინდა მადლობა გადაუხადო საფრანგეთის საელჩოს, რომლის გარეშეც ეს გადაცემა ვერ შედგებოდა. მადლობა ასევე რასაკვირველია პენ-ცენტრ საქართველოს პენ საქართველოს უკვე ასეთი სახელწოდებით არის ეს ორგანიზაცია, რომლის ეგიდითაც სტარდება ყველაფერი, რაც ამ გადაცემას უკავშირდება. რაც შეეხება სანამ სტუმარზე გადავიდოდე, კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ჩანაწერი, ეს არის ლაივი, პირდაპირ ეთერი, ამიტომ შეგიძლიათ რომ კომენტარებში დაწეროთ კითხვები, რომელიც გინდათ რომ დავუსვათ ჩვენს დღევანდელ სტუმარს. აი დღევანდელი სტუმარი კი გახლავთ არც მეტი არც ნაკლები გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი, პროფესორი, ილიაუნის პროფესორი. და გარდა ამისა, მე სხვა რეგალიებიც შემიძლია შევმატო, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი. გიორგი, მოგესალმები და უღრმესი მადლობა რომ მოხვედი ჩემთან პოდკასტში. მადლობა, ძალიან მიხარია ამ გადაცემის არსებობა და მიხარია რომ რაღაცა ამოძრავდა ისევ და კი, ნუ სხვა გზა არ აქვს. მართლა პატივია ჩემი აქ ყოფნა და ამ გადაცემაში მონაწილეობა. ჩვენთვისაც პატივი არის შენი მონაწილეობა. არის მე მგონია დავიწყოთ ალბათ იმით, რაც ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე რელევანტური ეს იქნებოდა და მინდა რომ რაღაცნაირი ფილოსოფიური ახსნა მოუძებნოთ ამ ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანაში არის. როგორ უყურებ შენ აი ამ პროტესტ, დღევანდელ მიმდინარე პროტესტს, რაში მდგომარეობს მისი ფილოსოფიური ან საზოგადოებრივი მნიშვნელობა, რა შეიძლება გაკეთდეს, რა შეიძლება გააკეთოს თუნდაც ინტელექტუალმა დღეს აი ასეთ პრაქტიკულად ჩიხურ ვითარებაში. ბევრს ფიქრობ მაგაზე და ძალიან რთული მგონია საერთოდ გააზრება იმისა, რაც ამჟამად ხდება, იმიტომ რომ ჩვენ აღმოჩნდა, რომ არ გვაქვს გამოცდილება, აი რაღაცა ნიმუში, რომლის მიხედვითაც ავხსნიდით და ეს უკავშირდება არა მარტო ჩვენს ლოკალურ მოვლენას, ის რაც საქართველოში ხდება, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ სანამ მსოფლიოზე გადავიდოდეთ, აი უშუალოდ საქართველოს შევხედოთ, ასეთი პრეცედენტი არ გქონია არადემოკრატიული მმართველობა, ძალის გადამეტება, ძალადობა მოსახლეობაზე, ამითი უყვია ჩვენი უახლესი ისტორია, მთელი ერთი საუკუნე, დიქტატურა, ტოტალიტარიზმი, ყველაფერი ეს გავლილი გვაქვს, მაგრამ ისეთი შემთხვევა, რომ ოლიგარქიული მმართველობა დამყარებული იყოს, რომ ერთ ოლიგარქს, ერთ ბიზნესმენს გადაეყლაპოს მთელი ქვეყანა, მე მგონი რომ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, აი ისევ რაღაცა ქართველების გამორჩეულობაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ესეთი პრეცედენტი არ ყოფილა. იქაც ყველგან არიან გენერალი დიქტატორები, არა რაღაცა სამხედრო პუჩით მოდიან, ლათინური ამერიკა, აფრიკა, აზია, ამისი ბრწყინვალე მაგალითებია.
რა ვიცი, არჩევნებით იმარჯვებენ და მე დიქტატურას ამყარებენ. ეს ყველაფერი ჩვენს გამოცდილებაში არის, კაცობრიობის გამოცდილებაში მთლიანად. მაგრამ ის რომ ვიღაცა ბიზნესმენს გადაეწყვიტოს, რომ მოდი ეხა პრივატიზაციას მოვახდენ, პრივატიზაციასთან ესე უფასო პრივატიზაციის დროს კიდე ფულს იხდიან, არა? ანუ დავეუფლები, შევიძენ, გადავყლაპავ, მივითვისებ ქვეყანას და ტოტალურ დეზინფორმაციაში, ტოტალური რაღაცა პროპაგანდაში მოვაქცევ, მოვატყუებ ესე უტიფრად და ღიად საკუთარ მოსახლეობას რა ვიცი, აი ესე მოკლე ვადაში დავამყარებ ავტორიტარულ მმართველობას და ფაქტობრივ დიქტატურას ესეთი რამ ჩვენ არ გვახსოვს. მეორე არის ის, რომ ჩვენი თაობის, ან შეიძლება ითქვას, აი ის თაობები, რომლებიც დღეს ცოცხლები ვართ, არ გვაქვს ამისი ცოდნა და გამოცდილება, იმიტომ რომ მე კი დავიბადე საბჭოთა კავშირში და 21 წლის ვიყავი საბჭოთა კავშირში რომ დაიშალა, მაგრამ ის საბჭოთა კავშირი არაფერი ტოტალიტარული აღარ იყო, ეს იყო აი მომაკვდავი სისტემა, სრულიად კორუმპირებული, გახრწნილი, ჩამოშლილი, გაუბედურებული, რა თქმა უნდა, ხა არ მინდა რომ ისი ესეთი გავალამაზო და რაღაცნაირად შევარბილო ის, მაგრამ მაინც ის არ იყო, ანუ თან საქართველოს გამოირჩეოდა იმით, რომ რეალურად არც ცენზურას უმუშავია. საქართველოში ყველაფერი იბეჭდებოდა ჩვენ და მაინც და მაინც ამაყოც არ იყო ეს, იმიტომ რომ პერიფერიულობის ამბავი იყო. პერიფერიულობის, ხო, ეს ცნობილი ანეკდოტი რო არის, კაფკა რო 65 წლამდე არ ითარგმნებოდა რუსულად, არ არსებობდა თარგმანი და 50-იან წლებში ზურაბ კაკაბაძემ უკვე მეტამორფოზა თარგმნა და დაიბეჭდა კიდევაც და თავარ ცენზურს კითხეს მოსკოვშიო, რომ ქართველებს რატომ მიეცით ამის უფლება. ქართველები წაიკითხავენ კაფკას, მერე იქეიფებენ კაფკას ადგილძულოს დალევენ და ამით დამთავრდება ყველაფერი. ანუ რაღაცნაირად ესეთი, რა თქმა უნდა, ეს მართლა ესეთი ეგზოტიზაცია იყო და ეს ეგზოტიკა ჩვენ მიღებული გქონდა, რომ აი ჩვენ მართლა ესეთი ბუჭუ-ბუჭუ ხალხი ვართ და სერიოზულად არც შეიძლება ვინმე მაგვიქვას. მაგრამ ფაქტი ისიც არის, რომ საქართველოში ბევრად სუსტი იყო ცენზურა, აი რასაც ქართული კინო, თეატრი, წერლობა აკეთებდა, ის შეიძლება არ ყოფილიყო შესაძლებელი იგივე რუსეთში, უკრაინაში. მეორე ისიც, რომ რეალურად აი პერესტროიკის აი დემოკრატიზაციის პერიოდში 80-იანების ბოლოს რო დაიწყო მოიხსნა მართლა ცენზურა და ყველაფრის ბეჭდა წავიდა, აღმოჩნდა რომ ქართულ ლიტერატურას არ ქონდა ესეთი უჯერისთვის დაწერილი ავტორები არ ყავდა. ნუ ერთ-ერთი რობაქიძე იყო და ისიც მე თუ მკითხავ გასაგები მიზეზების გამო რატო იყო აკრძალული და დანარჩენი მეტიც არაფერი არ გქონია. აი უიშვიათესი გამონაკლისები იყო რომ ვიღაცა თავისთვის წერდა, ალბათ ისე ჩოტა ჩატლაძე, ნიკო სამადაშვილიც ასევე თითქმის უცნობია. თუმცა ეს ადამიანები მარგინალიზებულები იყვნენ, იმიტომ რომ ზოგს თქვა ქონდა რომ აი ეს გიჟია და ამიტომ მოდი გავრიყოთ საზოგადოებრივი სივრცე და მის აზრს რო არ ქონოდა წონა თქვა ტერენტის შემთხვევაში, ხო? სხვების შემთხვევაში კიდევ სხვა ფაქტორები მუშაობდა. გამოცემელია, ხო ვიცით არა, მთელი მისი განსაკუთრებით აი კლინიკის პერიოდის დაწერები და ნახატები უამრავი, აი შემთხვევით მე მქონდა საშუალება იქ ლიტერატურის მუზეუმის არქივში მენახა რაღაცეები და გამოსცეს ეგ. ხო, აი გავიგე რომ გამოსცეს, მაგრამ ვერსად ვერ მივაგენი. გამოსცეს, ოღონდ მე მგონი რომ ძალიან შეზღუდული ტირაჟით არის. მე მაქვს ერთი, სხვათა შორის, შემიძლია გათხოვო. ფანტასტიკური რამე არის, ნამდვილად ეს არის სწორედ აი კლინიკაში დაწერილი ნახატები. მოდი ასე დავარქმევდი. საოცარი რამე არის ნამდვილად და ნუ სხვა კუთხიდან შეიძლება შევხედოთ ტერენტი გრანელს. ხო, აი რაც შეეხება რომ დავბრუნდეთ ისე ჩვენს დროში მე სხვათა შორის ახლა გამახსენდა შენი სტატუსი ამ რამდენიმე დღე ფანტასტიკური სტატუსი იყო, უნდა ვთქვა ძალიან მომეწონა. ანდრო ჭეჭინაძესთან დაკავშირებული, რომელიც ძალიან კარგად გვიჩვენებს როგორი საოცარი ადამიანი არის ანდრო და როგორი მნიშვნელოვანია ასეთი ისტორიები. და ნუ ვისარგებლებ შემთხვევით და რასაკვირველია
ჩემი უპირობო სოლიდარობა ანდროს და ყველა სინდისის პატიმარს, ვინც არის ამ წუთას, ვინც იტანჯება ამ რეჟიმის წნეხის ქვეშ, ვინც არის ციხეში. ახლა ბოლო პოლიტიკური პატიმარი აგერ ზურაბ ჯაფარიძე არის და რა თქმა უნდა ჩემი უპირობო მხარდაჭერა სოლიდარობა ზურაბ ჯაფარიძეს. იმედია რომ ის ბოლო არის, თუმცა ეს ძალიან მყიფე იმედი არის ისეთ რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, რომ არ ვიცი, რთული სათქმელი არის. ხო, მე უბრალოდ მან ერთი რამ არის, რაც ამ ისტორიას აქცევს კიდევ უფრო საინტერესოდ, რომ მოკლედ სპეცსამსახურებმა, ვინც არ იცის, ბევრმა იცის ეს ისტორია, მაგრამ ზოგმა შეიძლება არ იცოდეს, გავრცელეს ტროლების მეშვეობით ინფორმაცია, თითქოს გიორგი რაღაცას წერს მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა შევებრძოლოთო, ასეთი ის იყო, ჩვენ ლიბერალებიო. და ვინც იცის გიორგი არ არის ანუ ასეთი ლიბერალი როგორც ასეთი არ არის მას სხვა მსოფლმხედველობრივი პლატფორმა აქვს ეს არის მემარცხენე ფილოსოფოსი არ ვიცი ეს კლიშეებში ჩასმაც არ მიყვარს ხოლმე რაღაცა კონკრეტულ იდეოლოგიურ ჩარჩოში მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ეს უფრო არის და მე მგონია რომ გიორგის რო უთხრა შენ ლიბერალი ხარო ძალიან არ მოეწონება ასე რომ ტროლებს ცოტა მეტი მუშაობა და ტვინის განძრევა სჭირდებათ იმისათვის რომ ტყუილი დამაჯერებელი გამოვიდეთ. ყველაზე საშინელება იყო აი მაინც რაღაცა ენაზე რო ვართ მიბმული და დიდი მოწიწებით ვებყრობით ყოველ შემთხვევაში რაღაცა მანიაკალურ დონეზე მაქვს ხოლმე რომ აი ენა იყოს მაქსიმალურად დახვეწილი. ისეთი საშინელი ენით იყო დაწერილი, ისეთი ქართულის უმეცრებით ის გამოვლენა რომ პირველი რეაქცია ვაიმე ეს საშინელი ენა ეხლა მე უნდა მომეწერო უკეთესი ტექსტი მაინც მომაწერა. ცოტა ლამაზად მაინც დაეწერა. აიგა. მოკლედ არ მივარგან დიქტატორები და მათი სპეცსამსახურები არაუშავს რაღაცას ისწავლიან იმედია და პირველ რიგში ისწავლიან იმას რომ დიქტატურა სამარადისოდ არ გრძელდება და ცუდი სახელით მოუწევს ამ ადამიანებს ისტორიაში შესვლა. გიორგი აი ეხლა ამბობდი რომ ეს მხოლოდ საქართველოში კი არა გლობალურად აი ასეთი ქაოსი ითესება დღეს მთელ მსოფლიოში. ხო არ ფიქრობ რომ ცოტა არ იყოს ეს შეიძლება ინტელექტუალების კრახიც იყოს მთელი მსოფლიო მასშტაბით რომ საზოგადოების დარწმუნება ვერ შეძლეს ნუ ძალიან მარტივ რაღაცებში. თვლი რომ ეს ინტელექტუალების კრახიცაა სხვა ყველაფერთან ერთად თავიდანვანებოთ ეკონომიკურ და სხვა ტიპის ფაქტორებს. ალბათ ისიც არის რომ საერთოდ აი ინტელექტუალების ის ძალა და წონა რაც ერთი საუკუნის წინ ჰქონდათ მათ ან თუნდაც რა ვიცი 40-50 წლის წინ ჰქონდათ აი განსაკუთრებით აღსანიშნავია 60-იანი წლების დასავლეთი სადაც ინტელექტუალები მართლა რაღაცა არანორმალურად დიდი გავლენის სარგებლობდნენ და მართლა შეეძლოთ ადამიანებზე რაღაცა მათ მობილიზაციაზე ემოქმედათ ეს დაიკარგა ზუსტად ალბათ იმავე პერიოდში 60-იანი წლებიდან აი ხა ზუსტად გავუშვებ მემარცხენე კრიტიკას ლიბერალიზმის და ლიბერალური წესრიგის არ მინდა ხა თან როდესაც ყველა ლიბერალი საგინოს მეც მაინც გვერდში დაუდგევ აღარ მომწონს ეს ყველაფერი მაგრამ პრობლემა ის არის რომ რაღაცნაირად დაიჯერა საზოგადოებამ დასავლურმა პირველ რიგში რომ აი ეს ლიბერალურ-დემოკრატიული წესრიგი უკვე ნორმა ამას არაფერი აღარ შეცვლის და რომ საბჭოთა სისტემის ჩამოშლის შემდეგ განსაკუთრებით რომ ეხლა მთელი მსოფლიო გახდება ლიბერალურ-დემოკრატიული და პარალელურად ჩვენ რა ყველას ვერც ვიტყვი რომ გამორჩათ მაგრამ აი ალბათ ის საფრთხე რომელიც დაიწყო 60-იან წლებში უკვე აი ამ ნეოლიბერალიზმის და სხვა რამეა და ამას ლიბერალიზმთან რეალურად არაფერი კავშირი არ აქვს პირველ რიგში ეკონომიკური პოლიტიკა რომ აი მოდით უარი ვთქვათ ამ კეთილდღეობის სახელმწიფოზე, სოციალურ სახელმწიფოზე, იმიტომ რა არის დასავლური საზოგადოების მთავარი წარმატება? ეს იყო სოციალური სახელმწიფო, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს
ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და არა ის რომ სახელმწიფო იმისთვის რომ დაატეროროს და манипуляცია მოახდენს, როგორც მანამდე იყო თვითონ დასავლეთიც იყო. მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის დასავლეთი რეალურად მაინც და მაინც შორს იგივე ამ ტოტალიტარიზმებისგან არ ყოფილა და ამიტომაც ძალიან ადვილად მოხდა გერმანია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ან მთელი ლამის საუკუნოვანი მშველებელი დროის მანძილზე იყო დიქტატურები არა და აი მერე ომის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რო უკვე ხვდებიან რომ ესე არ შეიძლება და რაღაცა რადიკალურად უნდა შეიცვალოს და მათ შორის სოციალური საფუძვლები ჭირდება დემოკრატიას, აი ეს არის რომ სოციალურ საფუძვლის გარეშე დემოკრატია ვერ იმუშავებს. თუ ის მარტო ერთი ელიტარული ჯგუფის არის, რომელიღაცა წარმატებული ფედის. ეს წარმატებაც რაღაც ძალიან პირობითი ის არის, რომ მეუნებიან ხოლმე რომ წარმატებებს გისურვებ, უკვე აღვიქვა რაღაც შეურაცხყოფად. იმიტომ რომ ავტომატურად ვარდები აი ამ რაღაცა მარათონში იდეოლოგიურ მარათონში, რომ აი ვიღაცას უნდა აჯობო, შურდეს სხვისი წარმატების, ყველა აღიქვა კონკურენტად, მოწინააღმდეგედ. ეს პათოლოგიური იდეოლოგია და ეს პათოლოგიური იდეოლოგია დიქტატურების და ძალადობის გარეშე არსად არ გახორციელებულა. 1973 წლის ჩილე არის დასაწყისი ამ იდეოლოგიის პრაქტიკული გახორციელების, როდესაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე დაამხო გენერალმა პინოჩეტმა მოაწყო ტერორი, დახოცა ათასობით ადამიანი მასობრივი დახვრეტებით, რეპრესიებით და დაამყარა აი ის წესრიგი, რომელიც დღეს აი ამდენი ხნის შემდეგ, თითქმის 50 წლის შემდეგ უკვე შედარებით რბილი ფორმით ვრცელდება ან დახვრეტების გარეშე და ტერორის გარეშე მთელ მსოფლიოში. და ჩვენ განვიცდით აი რაღაცა მართლა სამყარო განიცდის რაღაც ტექტონურ ცვლილებებს. აღარ იქნება სამყარო ისეთი და ეხა კიდე დასაწყისში ვიმყოფებით აი ამ ტრანსფორმაციის. აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო სამწუხაროდ. და როგორი იქნება გიორგი? აი იმიტომ რომ ჩვენ მართლა აბსოლუტურად სხვა რეალობაში აღმოჩნდებით, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის დომინირების ეპოქაში. უკვე ჯერ არის აბსოლუტური არ ვიცი ემბრიონი არის ეს და ეს რომ სხეულს შეისხამს ხელოვნური ინტელექტი ჩემ მეორე პროფესია პროგრამირება არის და თამამად შემიძლია გითხრათ რომ წარმოუდგენელი რაღაცების დატრიალება შეუძლია რა ფილოსოფიური მიდგომა უნდა შევიმუშაოთ რომ გავუძლოთ აი ამ ხელა ტრანსფორმაციას ეს აბსოლუტურად ახალი რეალობა იქნება ეს არ არის თუნდაც კომპიუტერის გამოგონება თუნდაც წიგნის გამოჩენა ადამიანის ცნობიერებაში აბსოლუტურად სხვა რამე არის რაღაცა რაც თვითონ აგენერირებს ცოდნას თავად შეუძლია რომ შექმნას ცოდნა არსებულ ყველა ინფორმაციაზე დაყრდნობით ხო არ ვიცი, აი ძალიან მიჭირს ამისი ამაზე პასუხი, მიუხედავად რომ აი თანამედროვე ინტელექტუალები ძალიან აქტიურად არიან ამის ანალიზში ჩართული, ფილოსოფოსების და არაფილოსოფოსებიც აი პროგნოზირება, ну, რაღაცა დისტოპიური წარმოდგენები ჩდება ხოლმე, რომ აი მართლა ის რა ქვია, სამეცნიერო ფანტასტიკა იქცევა რეალობად და თან ცუდ ფერებში. ეს საყოველთაო განწყობაც არის, იმიტომ რომ აი თუნდაც ბოლო 5 წელი რო ავიღოთ არა, პანდემიიდან მოყოლებული დღემდე უცებ გაჩნდა სოფლიოში ფენა ადამიანების, აი მართლა ოლიგარქების ფენა, რომელიც მანამდე არ ყოფილა. ტექნოფეოდალი. არანორმალურ კაპიტალზე არის ლაპარაკი. 9 ტრილიონი ეს 5, 10, 50-ზე აღარ მივდივართ. ეს ზღაპრის სფერო იყო, წარმოუდგენელი სფერო იყო, რომ ერთმა ადამიანმა ჩაიგდოს და ერთი ადამიანი დაეუფლოს ამ ხელა ქონებას. და მას მიეცეს ყველაფრის მართვის საშუალება, ეხა ამერიკის არჩევნები და ტრამპის მოსვლა თელი თავის ილონ მასკებით და მისი გარემოცვით, ხედავთ, რომ აი ამ პროცესის გამარჯვება და ეს შეუძლებელი იქნებოდა ამ ნეოლიბერალური ჯერ ვითომ ესეთი უმანკო და უსაფრთხო თეორიებით, რომელიც დაიწყო და შემდგომში უკვე ამ თეორიების პრაქტიკაში გადატანით და ისევ და ისევ აი სოციალური სახელმწიფოს განადგურებით, მათ ამ პოლიტიკის გარეშე, ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ ფენის წარმოქმნა.
ისევე როგორც ვიძახი, რომ საქართველოში 2004 წლიდან რა აი ზუსტად ეს ნეოლიბერალური რეფორმები რო დაიწყო, იმისი პროდუქტი არის ოლიგარქია. ლოგიკური გაგრძელება, ამას მაშინ ვერ ხვდებოდნენ შეიძლება ხვდებოდნენ კიდევაც, მაგრამ ბუნებრივი იყო, რომ ამ ტიპის სახელმწიფოს მაქსიმალური შეკვეცა დღეს სახელმწიფო არც გვაქვს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ წუთას სახელმწიფო ფორმალურადაც კი არ არის. ეგრეც მოხდებოდა, ეს ხო ძალიან მარტივი არითმეტიკის სფერო იყო, რომ თუ ჩამოანგრევ აი ამ დამცავ მექანიზმებს, კონტროლის მექანიზმებს, იმის ნაცვლად რომ რეფორმა გაატარა, რომ წესიერი იყოს და პატიოსანი და არაკორუმპირებული, ამის ნაცვლად მთლიანად აუქმებ გზას უხსნი ოლიგარქებს. და მათ აძლევ უზარმაზარ და შეუზღუდავ ძალაუფლებას და ბუნებრივია რომ ის გადაყლაპავს თვითონ სახელმწიფოს მოსპობს სახელმწიფოს ლიკვიდაციას მოახდენს და მთელ ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში ეს მოხდა ივანიშვილის სახით რა და მისი გარემოცვის არანაირი სახელმწიფო მათ აღარ ჭირდებათ იმიტომ რომ ეს სახელმწიფო ჭირდებათ ზუსტად აი მაშინაც ეს იდეოლოგია ჟღერდა 2000-იანების დასაწყისში და 10-იან წლებში რომ აი სახელმწიფო ხელს გვიშლის არ გვინდა მაქსიმუმ მინიმუმზე მარტო უსაფრთხოება აი დავინახეთ უნდა სახელმწიფოს კონდეს ეს პოლიციური დამცავი უსაფრთხოების შექმნის და ის უსაფრთხოება რომელსაც მე ერთი ადამიანი განკარგავს ან მისი გარემოცვა განკარგავს ოლიგარქები განკარგავენ რა თქმა უნდა მათ ისინი პირად გვარდიად იყენებენ რაც სახეზე გვაქვს დღეს სახელმწიფო სტრუქტურებს თუ ის რაც არის დარჩენილი სახელმწიფოსგან კი ნამდვილად ნარჩენები არის რომელიც ალბათ იქ ნარჩენებიც გაქრება უახლოეს ხანში თუ ასეთ ტემპით გაგრძელდა ну მე იმედი მაქვს რომ ეს ცალკე საერთაშორისო ზეწოლა და ცალკე შიგნით საზოგადოების ერთობა რაღაც განწყობებს შეცვლის თავად შიგნითაც იქნებ ყובה დაიწყოს ამის იმედი მაქვს ხოლმე ხავსივით ვეჭიდები ხოლმე ასეთ რაღაც წმინდა ფილოსოფიური პასუხი თუ შეიძლება მოვიფიქრე ხა შეიძლება ნახევრად იუმორია მაგრამ აი მაინც რამეს თუ ვეჭიდები არის რომ ეკითხებიან რომ რის იმედი გაქვს მაქვს ჰეგელის დიალექტიკის იმედი იმიტომ რომ ჰეგელის დიალექტიკა სწორედ ის რომ ურთიერთსაწინააღმდეგო აი მივიდა ლიბერალური დემოკრატია რაღაცა ტიპის განვითარებამდე და იმან წარმოშვა თავისი საწინააღმდეგო. წარმოშვა აი ზუსტად ამ far-right-ს, რასაც ეძახიან ამ მემარჯვენე რადიკალური მემარჯვენეობის სახით, მთელი თავისი კომპონენტებით რასიზმით. ჩვენ ხო არ შეგვიძლია აი ლოკალურ დიქტატურას რომ მეუბრუნდეთ. ხო არ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს არის ან მემარჯვენე, ან ცენტრისტი. ეს საერთოდ არაიდეოლოგიური მგონია მე პირადად. აი ვერ მივსადაგებ რომელიმე იდეოლოგიას. არის ერთი კაცის ახირება, რომელსაც უნდა რომ სამუდამოდ მართოს ქვეყანა და სამუდამო კომფორტი შექმნას თავისი ძალიან ვიწრო წრისთვის და შესაბამისად სამუდამო დისკომფორტი შექმნას მთელი ქვეყნისათვის. აი ამ ხელა პინაზე დებს მთელი ქვეყნის მომავალს, ხო, პრინციპში. ამ შემთხვევაში მე საერთოდ მგონია რომ იგივე ტრამპიც და სხვა მემარჯვენე ოლიგარქიული წარმონაქმნები მათი მემარჯვენეობა არის ნაკარნახები ლოგიკურად ასევე აქ არა მარტო თქვა ჰეგელის დიალექტიკაზე შეიძლება ლაპარაკი, არამედ ლოგიკური არის იმ თვალსაზრისით, რომ სოციალური სახელმწიფო, კეთილდღეობა, თანაბრობა, თანასწორობა ეს ხელშემშლელია მათთვის, მათი ავტორიტარული მისწრაფებებისთვის და მემარჯვენეობა რამხელა სიყალბე არის ამაში. ანტიემიგრანტულ პოლიტიკაში, თქვა იგივე ევროპაში რო ავიღოთ არა თვალთმაქცობა და სრული თვალთმაქცობა არის, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან ყველაზე აქტიურმა ანტიემიგრანტულ პოლიტიკას ვინც აგებს იმ პოლიტიკოსებმაც კი რომ ემიგრანტების გარეშე მათი ეკონომიკა ჩამოიქცევა. და ეს არის ისევ და ისევ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, გასამტკიცებლად, მოსაპოვებლად ხალხის მობილიზაციის, ხალხის მოტყუების საშუალება, იმიტომ რომ მთელი ყველაზე არაპრესტიჟული სამსახურები. იქნება ეს, თქვათ, მიწათმოქმედების, აი აგრარულ სფეროში, თქვათ, მოსავლის აღება. 16 წელი გერმანიაში ვიცხოვრე. გერმანელი არ იღებს მოსავალს. ჩამოყავთ პოლონელები, იტალიელი, აი ყველა
მესამე სამყაროს ქვეყნებიდან კიდე ძალიან ბევრი აღმოსავლეთ ევროპიდან ისინი იღებენ კარტოფილსაც, მარწყვსაც, რა ნებისმიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტს. მათ ესეც შავი ძალა არის, დამლაგებლები, მომბლელები, ყველანი ემიგრანტები არიან. იგივე არის ამერიკაშიც არა. მათ გარეშე ეკონომიკა და ვერ იარსებებს და ეს არაჩვეულებრივად იციან. პარალელურად დადიან სახელმწიფოს მეთაურები და ეს მგონია კიდე რაღაცა კოლონიალიზმის ახალი ფორმა და ჯერ კიდევ გაუაზრებელი და არარეფლექტირებული არასაკმარისად რას მოუტანს ეს სამყაროს. ევროპის პირველი სამყაროს ქვეყნის მეთაურები დადიან ასე ვთქვათ მესამე თუ მეორე სამყაროებში გლობალურ სამხრეთში და იქიდან პირდაპირ აცხადებენ რომ მიყვავს წავიყვანთ სპეციალისტებს, ინტელექტუალებს. ეს რას ნიშნავს რომ ინდოეთიდან, აფრიკიდან, აზიიდან, ლათინური ამერიკიდან ვინც ინტელექტის ფლობელია ინტელექტუალია, მცოდნეა, სპეციალისტია, ყველა უნდა გადასახლდეს პირველ სამყაროში და მთელი მეორე, მესამე სამყაროები დარჩეს გამოშიგნული ტვინ გამოცლილი. სადაც მერე იბატონებენ ესეთი ადგილობრივი ფეოდალები, როგორიც საქართველოში გვყავს, რომელსაც ზულთ ყველაფერი ინტელექტუალური, კულტურული არ იყო შემთხვევითი, რომ ეს პროცესი საქართველოში დაიწყო კულტურის სფეროზე თავდასხმით და აი მართლა რაღაცა ოპრიჩინინა რომ მოაწყო წულუკიანმა დამსჯელ რაღაცა დამსჯელად მოევლინა რომ აი ესენი უნდა ამითი უნდა დაიწყოს მოთოკვა თუ მორჯულება და ეს საერთაშორისო პროცესი არის, იმიტომ რომ ხელისშემშლელი არის, განათლებული ადამიანები ხელისშემშლელი არიან, ჭირდებათ აი მომსახურე პერსონალი. უტვინო, უპრინციპო, გონებებისგან დაცლილი, ვინც დაიჯერებს იმედის და ამ რაღაცა დეზინფორმაციის არხების პროპაგანდას, გონება და ინტელექტი არ ეყოფა გასააზრებლად და არანაირი კრიტიკული რეფლექსია არ დარჩება მას. რომ აი ეს ყველაფერი ძალიან ჰარმონიაში მოდის ერთმანეთთან და ბუნებრივი მგონია და ერთ-ერთი თავარი დამაიმედებელი ეს არის ისევ აი ჰეგელს თუ დავბრუნდები და ჰეგელის დიალექტიკას რომ ეს აუცილებლად წარმოშობს თავის საწინააღმდეგოს და შეიძლება ცოტა საშიშიც კი იყოს কিন্তু რადიკალურად საწინააღმდეგოსაც წარმოშობს და ეს არ მოხდება ძალიან გვიან დღეს ტემპები არის არანორმალურად აჩქარებული უმტკივნეულოდ ეგ არის ყველაზე ცუდი რომ შეიძლება ნებისმიერ სცენარში კველის დიდი რყევები, დიდი ქაოსი, ანუ სხვანაირად ვერ იქნება, როდესაც ამხელა კოლაფსი არის, უკვე დამდგარი კოლაფსი, ეს არ არის კოლაფსისკენ მიმავალი პროცესი, აი შუაგულში ვართ, კოლაფსის შუაგულში და აქედან გამოსვლა არ უნდა იყოს იური. ნახოთ, მე გიორგი რამდენჯერმე ხშირად არა, მაგრამ მიტინგებზე შენი გამოსვლისთვის მიგდია, ან ხშირად არ მიგდია, იმიტომ რომ ხშირად არ გამოდიხარ ხოლმე, იმიტომ რომ ალბათ მამარდაშვილი ჩვენ ვფიქრობ, რომ მიტინგი არ არის ის ტოპოსი, სადაც ფილოსოფოსი უნდა იყოს ხოლმე, თუმცა მაინც გიწევს, ისე სტრესულია შენთვის მიტინგზე გამოსვლა? კი, მიუხედავად რომ მართლა რა ვიცი, პირველი კურსიდან 18 წელს ასაკიდან მაგ სტაჟი ამისი სტრესული არის, თან ხა უკვე სხვა მართლა სხვა ასაკში ხარ და ვარ და ის სხვა ენთუზიაზმი იყო და მე რაღაცა სიახლე და ეს ენერგია და ყველაფერი და იმის რომ უყურებ სტუდენტების გამოსვლას ხოლმე, ძალიან მერიმება და რაღაც ნოსტალგიურიც არის საკუთარ თავმახსენდება. და რა თქმა უნდა ის არის ემოცია არის თავარი და თან ვიცით რომ საშიშია მარტო ემოციები. თუ მას გონება არ მიყვება, მაგრამ აი საპროტესტო აქცია შენ თვითონ გმუხტავს ისე რომ ვეღარ იკავებ თავს და შეიძლება შენ თვითონაც ისტერიული იყო და ისტერიული გამოსვლა გქონდეს. და მე ეს ყოველთვის გაფიქრებს რომ რამდენად სწორია და რამდენად შეიძლება ესე, მაგრამ აი ესეც რაღაცა მდგომარეობაში ჩავარდნა არის, როდესაც შენ საკუთარი თავის კონტროლი გიჭირს იმდენად მძიმე ემოციურ მუხტის ქვეშ ვარდები და ფაქტობრივად ჩაგვაგდეს ეს მდგომარეობაში. კიდე არ ვიცით რას მოიფიქრებენ, იმიტომ რომ ეს რაღაცა დრაკონული კანონების და დრაკონული სისტემა ხედავთ, როგორ იზრდება და იზრდება ყოველდღიურად. ვეღარ ვეწევით.
შეუძლებელია თვალყური მიადევნო ისეთი ტემპებით ხდება ტრანსფორმაცია საქართველოსი კი იყო ესეთი მართული დემოკრატიიდან გადავდივართ ავტორიტარიზმი გვაქვს უკვე გადავდივართ აი რაღაცა მართლა დიქტატურაზე და დიქტატურათან იდეოლოგიური დიქტატურები კიდე ბევრად უფრო საინტერესოც არის და საბრძოლველადაც და თან გასააზრებელად იმიტომ რომ იგივე თქვა აი საბჭოთა კავშირთან ავლებენ პარალელს პირველი ეტაპი საბჭოთა კავშირის იმ ხალხს ჰქონდა თავისი რწმენა. ბოლშევიკები იყვნენ მორწმუნეები, ფანატიური მორწმუნეები, მსგავსი მეტი აღარ სკოლია არასდროს. და იცი აი რა არის, აი მე მომიწია და დღემდე ვაგრძელებ ამას, აი სწორედ საბჭოთა ადრეული საბჭოთა პერიოდის და სტალინის პერიოდის შესწავლა. და ბევრი რაღაცა შემეცვალა მე თვითონ. ეხლა როგორ თქვა, მაგრამ ახსნადი გახდა წითელი ტერორი ჩემთვის. ეს იყო ხალხი უკიდურესად გამწარებული ხალხი. ადამიანები რომლებსაც აი შორს წასვლა არ გვინდა რა ქართული კლასიკა ავიღოთ სრულიად არაბოლშევიკური და ანტიბოლშევიკური ანტირა ვერ დაარქვენ ილია ჭავჭავაძე აი ცნობილი კაკო ყაჩაღი ხო ანუ რატო ხდება ის მკვლელი იმიტომ რომ არანორმალური სისასტიკით მოეპყრენ მას საკუთარი თვალწინ მოუკლეს მამა ცემით მოუკლეს მამა ხო და ეგეთი სისასტიკეები მთელი რა ვიცი გლახის ნაამბობი მთელი ეგნატე ნინოშვილის შემოქმედება ჩვენ რა სამყაროსაც ვხედავთ არ უნდა ეს მე-19 საუკუნის ლიტერატურა ხო ეგნატე ნინოშვილის მე-19 საუკუნის ბოლოა რა გასაგები ხდება რომ ადამიანებს რომელსაც ესე გაამწარებ ესე გააბოროტებ ის აუცილებლად შურის ძიების აი მისი მთელი мотиваცია მისი მთელი ფანატიზმი და თავგანწირვის უნარი იქნება მიმართული იმისკენ რომ მოვიდეს და შური იწიოს ამიტომ აი შემდგომი ცვლილება არ იქნება უნტკივნეულო ესენი დღეს კოცები ისე ამწარებენ ადამიანებს რომ ის იმ განწარებულ ადამიანს ვერ მოთხოვ ვერავის რომ მე თავზე ხელი გადაუსვას და მოეფეროს კოცებს როდესაც ისინი დაკარგავენ ძალაუფლებას და საშიში ეგ არის აი მართლა ეგ არის რომ ანგარიშ სწორება ისეთი სისასტიკით შეიძლება წავიდეს აი მოსამართლეებს და პროკურორებს რო უყურებ ან იმ ცრუ მოწმეებს არა აი ეგეთ ბოროტებას რო ჩადიან ეს ხალხი თან ცინიკურად რა იცინიან გუშინ ვიღაც ქალი პროკურორი ვიდეოს უყურებდი როგორ დასცინის იმ ხალხს ვისაც აუბედურებს იცის რომ უდანაშაულოს უშვებს ციხეში და მოითხოვს მის პატიმრობას და იცის რომ ის რო იტყვის რომ მოითხოვს პატიმრობას სასამართლო ზუსტად მის მოთხოვნას დააკმაყოფილებს ყოველგვარი რა ვიცი პროცედურული დარღვევის და მოწმეების დაკითხვის და მტკიცებულების გარეშე არა და ნუ თუ მაგდენი გონება არა აქვთ და მაგდენი წინდახედულობა რომ ეს უსასტიკესად გაათმაგებულად დაუბრუნდებათ იგივე მოხდით არა უფრო აი რაღაცა ფესვი ხარისხად რაღაცაში გადადეს ხო და ამას ვერ შეაჩერებ ეს არის ადამიანის ფსიქიკიდან გამომდინარე ეს არის ისტორიის ლოგიკიდან გამომდინარე შემდეგი მასზე შურისძიება ბევრად უფრო სასტიკი იქნება ვიდრე ის რაც მათ ჩაიდინეს აი ეს არის საშინელება. კი, მეც ასე ვფიქრობ, რამდენჯერ მithქვამს კიდეც რომ შეიძლება ჩვენ მოგვიწიოს დაცვა აი ამ სადისტების დაცვა შეიძლება ჩვენ მოგვიწიოს იმდენად სტიქიური შეიძლება იყოს პროცესი და დიდი ალბათობა არსებობს ამის. ამიტომაც ვგონია, ნუ რა ვიცი, თუ ვინმე შერჩა პრინციპში გონება უკვე დაგვიანებულიც კი არის, მაგრამ მაინც შეიძლება რომ ეს პროცესი შეჩერდეს. ნუ ვინც რა ერთადერთი ადამიანი იღებს პრინციპში ამ ქვეყანაში სამწუხაროდ გადაწყვეტილებას და მან თუ შეძლო უკანასკნელი ასე ვთქვათ, სიმამაცის უკანასკნელი ნარჩენების მოკრება და თავისივე ამორჩებას თუ უთხრა რომ აი ის რა ჩვენ ვწდებოდით და რუხით ხო მათყუებს და მათყუარა და დეზინფორმატორია ის რა უნახეთ საერთოდ ეს მისი ინტერვიუ რადიო თავისუფლებაზე ეს ცინიკოსი მათყუარა უტიფარი მე მგონი ყველაზე საშინელი ადამიანია დღეს საქართველოში ბიზნეს კი ანგელოზია ბიზნეს კიდე რაღაცა ადამიანურობის გამოვლინებები აქვს თავის ბიოგრაფიაში ვიღაცას დახმარებია ვიღაცას პენსია დაუნიშნა თუმცა
ყოველ იმისგან დამოუკიდებლად, ხო, აი რა მიზნით აკეთებდა ამას, მაგრამ ეს არის აი რაღაცა შიშველი ბოროტება, ტანსაცმელში ჩაცმული აი რაღაცა არაფერი ბოროტების გარდა რომ არ გააჩნია. არ ვიცი ეს რა მოვლენა არის. ისე რომ დავუბრუნდეთ, მე რა კი თავიდანვე ვთქვით რომ ფილოსოფოსი გვყავს დღეს სტუმრად, ვეცდები რომ აი ამ კუთხითაც შევხედოთ და ოდნავ შევამსუბუქოთ ეს ფინალისკენ მივდივართ ნელ-ნელა და ოდნავ რომ აი მაგალითად მე ვიცი პოეტების შემთხვევაში როგორ არის რომ პოეტად პრინციპში პრაქტიკულად იბადები პოეტად, ну ყოველ შემთხვევაში ძალიან პატარაობიდან ძირითადად პოეტები იწყებენ პოეზიის ქმნას და პოეტად ყოფნის რიტუალს გადიან, ასე ვთქვათ და აი ფილოსოფიის შემთხვევაში როგორ არის ეგ აი შეიძლება რომ ფილოსოფოსად დაიბადო თუ რა ვიცი თვითონ უნდა დაბადოს ფილოსოფოსმა თავი მე მგონია რაღაც გარკვეული ასაკის მერე მოდის ხო ეგ რაციონალური შეგრძნება რომ აი მე შეიძლება რაღაც ფილოსოფიურ იდეოლოგიას მივაკუთვნო ძალიან ძნელი აი ჰეგელის ხა ის ჰეგელს რომ დაუბრუნდით პირველი დიდი ნაშრომი დაწერა 37 წლის ასაკში კოვნის ფენომენოლოგია. ანუ არ დაუწყია ადრიდან და ვთქვათ ეხა მის ბიოგრაფიას თუ მივყვებით, ვთქვათ ადრეულ ასაკში და ახალგაზრდობაში ის არ გამოირჩეოდა მაინც და მაინც რაღაცა ისეთით, ანუ ყოველ შემთხვევაში დიდად არ ხვდებოდა არავის თვალში. ამის საწინააღმდეგო და მართლა ალბათ უფრო გამონაკლისი მაგალითია ნიცშე. ნუ შელინგიც 23 წლის პროფესორი გახდა ნიცშე აი თქვა პოეტებშიც მიჭირს ხოლმე აი მე გაუგებარი მოვლენა და ვერაფრით ვერ ვიგებ არტურ რემბოს 19 წლისამ დაამთავრა წერა ხო გავეცდა და მორჩა აი ბროდსკი რომელიც ახალგაზრდა ბევრად უკეთესია ვიდრე გვიანდელი მაგრამ არის საწინააღმდეგო მაგალითად პასტერნაკი გვიანდელი ბოლო პერიოდის პასტერნაკი მგონია საუკეთესო პოეტი ბროდსკი 54 წლისამ დაიწყო წერა აი ამიტომ ძალიან შოზე სარამაგომ საერთოდ 60-ისამ მე მგონი თუ 70-ისამ 40 წლისამ დაიწყო თუ 40 გადაცდენია მაგრამ და რამდენი დაწერა კატეგორიზაცია ყოველთვის რაღაცა უნდა მოხდეს ალბათ ორივე შემთხვევაში აი მამარდაშვილი რო აიგივებდა პოეტს და ფილოსოფოსს და პოეტურს და აზრს ფილოსოფიურ აზრს მეც ალბათ მაგას გავიმეორებ თუ მაგ ხას გავყვებოდი რომ ყველაფერი ალბათ დამოკიდებულია რაღაცა ტიპის ვნებაზე ადამიანში რომელიც იბადება შეიძლება ეს მოხდეს ძალიან ადრეულ ეტაპზე, შეიძლება ეს მოხდეს გვიან და ამ შემთხვევაში ხარ მინდა სქემატიზაციაში გადავარდეთ, მაგრამ ალბათ არის ორი ძირითადი ფაქტორი. ერთი შინაგანი ფსიქიკური ისტორია ადამიანის, ანუ ერთი რა ტრამვები და მეორე იმ ტრამვებთან როგორი დამოკიდებულება უვითარდება ადამიანს და მეორე გარემოს პირობები. იცი, აი მე რაღაცა ცოტა მაშაყირებდნენ კიდევაც იმის გამო რომ ვიძახდი რომ აი ვარლამ შალამოვი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რუსი პოეტი და მწერალი და მთელი მსოფლიო მასშტაბით ხო ანუ რაღაცა არა ადამიანური არა ამქვეყნიური გამოცდილებების შემქმნელი 30 ან სანამ დააპატიმრებდნენ და გაუშვებდნენ გულაგში იყო უღიმღამო მწერალი აი სული უღიმღამობა რომელსაც კონკურენცია იმ დროინდელ ბუმბერაზებთან რუსულ ლიტერატურაში თეორიული შანსიც არ ჰქონდა მოხვდა 22 წელი გაატარა გულაგში შემთხვევით გადარჩა და ხდება რაღაცა ბუმბერაზი ანუ ეს არის ეხლა მე აი მთელი ის პერიოდი ობერიუტები დანიელ ხარმსი ანდრეი პლატონოვი ეს არის რაღაცა როდესაც გარემოწნეხის ქვეშ ვარდები და აი ალბათ თანხვედრაც შინაგანი ფსიქოლოგიური საწყისების და მნების იმიტომ არ არის ნორმალური ანუ პოეტებიც ფილოსოფოსებიც ხელოვანები ზოგადად რა ვიცი მხატვრები ეს პერვერსია ეს ამოვარდნა არის ნორმალური ფსიქოანალიტიკურადაც ეგრეა და არა მარტო ფსიქოლოგიურადაც რო შევხედოთ ხო ანუ ნორმალურ ადამიანს არც ლექსის წერა არ უნდება არც დაფიქრება და ფიქრებით ტანჯვა იმიტომ რომ რასაც უფრო მეტად აი ხა ეს პოპულარული ფსიქოლოგიები როა მე ჩემთვის დასაცინი და ამაზე რძენი მაგრამ გეუბნებიან ბევრი არ უნდა იფიქრო იმიტომ რომ დეპრესიას იწვევს ნუ ბოდიში მომითხოვია მაშინ უნდა იყო მართლა ესეთი
რა ვიცი, არაფერი არ გაწუხებდეს, ანუ სქელკანიანი ქართულში კაი გამოთქვა გვაქვს. შენ შალამოვი ახსენე და მისი გამოცდილება, ну, ბრჭყალებში გამოცდილება, თუმცა უბრჭყალოდაც შეგვიძლია ეს სიტყვა გამოვიყენოთ, ხო? ტანჯველი გამოცდილება, ასე ვთქვათ და ფიქრობ, რომ ეს სტრესი, წნეხი, მძიმე პერიოდი შეიძლება პოეზიისთვის, პროზისთვის იყოს კარგი. აი მაგალითად ბრეხტის ის მახსენდება, ხო? ცუდი დრო პოეზიისთვის და ფიქრობ, რომ ახლა ამ ცუდ დროში კარგი დროა პოეზიისთვის თუ პირიქით? აი სწორედ ბრეხტი და კიდევ უფრო მეტად ბრეხტის მემკვიდრე ვინც იყო ჰაინერ მიულერი ჩემი აზრით, ну, თან აი ხა მართლა ეხა ხანს გარდაიცვალა 1995-ში გარდაიცვალა და უზარმაზარი ინტერვიუებია ესეთი ამ გადაცემის მსგავსი ინტერვიუებია მართლა უსასრულოდ ბევრი ჩაწერილი და გამოდის წიგნებად არის YouTube-ზე და რასაც ის მსჯელობს ეს არის ადამიანი რომელსაც აბსოლუტურად გაცნობიერებული ქონდა სწორედ ის ცხოვრობდა GDR-ში აღმოსავლეთ გერმანიაში, საბჭოთა საოკუპაციო ზონაში, სადაც მას დევნიდნენ, აცენზურებდნენ, ცხოვრებას უწამებდნენ, უფუჭებდნენ და ასე შემდეგ. არ მიდის დასავლეთში იძახის, რომ აი ამ ავადმყოფურ პერვერსიულ გარემოში შემიძლია შევქმნა. მამარდაშვილიც იგივე არის. ანუ ჩვენ რაღაცნაირად ზედმეტად გავნებივრდით და მოვდუნდით და დავბლაგუდით. და სწორედ ეხა, როდესაც აი ესე დაძაბული, დასტრესილები ვართ, შეიძლება ეს იყოს კაიროსი, აი ბერძნული ტერმინი რო აი მომენტი, როდესაც შეგიძლია რაღაცა რეალური შეიმეცნო, რაღაცა რეალური შექმნა, შენზე ზემოქმედება ამ წნეხმა შეგიქმნას, გამოგიმუშაოს ენა, ხატები, შეგიქმნას ისეთი, რომელსაც განებივრებულ და მაძღარ მდგომარეობაში ვერ შექმნიდი. და სწორედ მე მგონი ეს მომენტი დგება და პირველი ნიშნებიც მგონია ამისი. აი მე ნახე ლიბერტე და თათავაძის სპექტაკლი. ძალიან შთამბეჭდავი იყო. შთამბეჭდავი იყო და ხედავდი რომ ეს არის შექმნილი აი ამ არაადამიანური სტრესის წნეხის ქვეშ. და აი რაღაცა ახალი იპოვა ამ კონკრეტულმა ერთმა ხელოვანმა და მისმა მთელმა გუნდმაც რა თქმა უნდა. ეხლა კიდევ ბევრი მზადდება სხვა პრემიერებიც თეატრში და მგონია რომ კიდევ ზუსტად ეს გამოჩნდება. ანუ ცუდი ვითარება ხელოვნებისთვის ყოველთვის კარგია. პოლიტიკურად ცუდი ვითარება. იმედის მომცემა ჟღერს აი რობერტო ბოლანიო ეხა მე სამაკ შერყეული ვარ შაშა დაიწელი ამ კაცმა გადამატანი და რაზეც ხელი მიმიწვდა ყველაფერი წავიკითხე და ეს კაცი და ამის ბიოგრაფია გვეუბნება რომ აი ეს შედევრები რომელიც მან შექმნა და 50 წელს გარდაიცვალა 2003 წელს ის იყო დევნილი სხვაჩვენს აი რაღაცით გავს დოსტოევსკის ხა დასახურედად არ გაუყვანიათ მაგრამ სიკვდილმისჯილი იყო 19 წელს ასაკში და გადარჩა იმით რომ ვისაც უნდა დაეხურიტა მისი კლასელები აღმოჩნდა და გააპარეს ავტოსტოპით ჩილედან მექსიკაში გაიქცა იქ არალეგალად ცხოვრობდა და რაღაცა ნარკოტიკებს ყიდდა რომ თავი ერჩინა მერე გაიქცა ასევე არალეგალად ესპანეთში არსად არაფერი აი სოციალური სტატუსი არაფერი არასდროს არ ქონია და შექმნა შედევრები და ხედავ ეს შედევრი პირდაპირ კავშირში არის მისი პირადი გამოცდილებები. აი მწერლები, რომლებიც არა თავის მაძღარ გამოცდილებებს გვიზიარებენ, ამაზრზენები არიან. ეს არის აი გაფუჭებული, აი ვადაგასული საჭმლის ისა აქვს რაღაცა, როგორ შეჭამ და გაწყენს ისეთი ლიტერატურა და ეგეთი მომრავლდა ქართულში. ის ახლა მართლა თვალშისაცემი არის, რომ რაოდენობრივადაც და ხარისხითაც რამდენად მაგარი ლიტერატურა იქნება თუნდაც უკრაინულ ენაზე, იმიტომ რომ ხელი მიმიწვდება ბევრს ვიცნობ უკრაინელს მწერალს, პროზაიკოსა თუ პოეტს და მართლა მაგარი ტექსტები იქმნება ამ წუთას, აი ამ წარმოიდგინე ჯოჯოხეთში უწევთ ცხოვრება, ზოგი შიგნით არის ჯერ კიდევ ქვეყანაში და ხალხი რომელიც პაციფისტი იყო უწევთ რომ იარაღით დაიცვან თავი და სხვა გზას არ ტოვებს მათთვის ეს რუსული იმპერიალიზმი რაღაცა გიჭერს გძაბავს სტრესავს რა ვიცი არანორმალურ სამყაროში ცხოვრობ მეტი სათქმელი გაქვს მეტი გასაზრდელი და იძულებული ხარ იაზრონო იძულებული ხარ იფიქრო შენთვის თვალსაჩინო აი რომელი ტექსტი არის ან თუნდაც ფილოსოფიური ან მხატვრული
რომელიც მუდმივად გასდევს შენს ცხოვრებას როგორც არ ვიცი, ეთიკური ან თუნდაც ესთეტიკური ორიენტირი. არის ერთ ტექსტზე შეგიძლია ჰეგელი ახსენდა. შეიძლება ეს იყოს ჰეგელი. ჰეგელი არა. თუნდაც გონის ფენომენოლოგია. არა. მე ჩემზე ხა ძალიან სუბიექტურ რაღაცას ვიტყვი და არ მინდა რაღაც აუცილებლად მიკერძოებაში და პოდკასტია მაგისტრის ვარ პატრიოტიზმში ჩავთვალს, მაგრამ ჩემზე მართლა აი პირდაპირ ყველაზე რთულ ცხოვრების მომენტებში დამეხმარა მამარდაშვილი. მე ხოცა რომ ვერ ფაქტობრივად ვერ მოვესწარი მას. პრუსტის შესახებ ლექციები, ჩემთვის არის მართლა, არ ვიცი, წარმოუდგენელი დონის ტექსტი არის. გვერდზე მეჯდა და მე მელაპარაკებოდა, როცა ვკითხულობდი და ვკითხულობდი ყველაზე მძიმე გაჭირვების პერიოდებში. 90-იანების ბოლო, 2000-იანების დასაწყისში ჩემთვის ძალიან მძიმე პერიოდები იყო. და აი თითქოს იმ თემებზე მელაპარაკებოდა, აქ არის ალბათ დამთხევა, რაღაცა ტიპის გამოცდილებების დამთხევა. ის წერლებიც ვინც მიყვარს ან მოაზროვნეები ფილოსოფოსები ფილოსოფიას და ლიტერატურას და ხელოვნებას კრიზისების პროდუქტი არის ხო ანუ რაღაცა დისონანსები ქმნის და არა მაძღრობა და კარგი პერიოდი არა იგივე მარკის დესადის ფენომენი ხა ისე სკანდალს რო შევეხოთ არა ადამიანი 23 წლის დაიჭირეს და მთელი ცხოვრება ჯერ საპატიმროებში არაერთხელ სიკვდილმისჯილი იყო და ბოლო 13 წელი ფსიქიატრიულში გაატარა რა. ანუ გარეთ არ ყოფილა ფაქტობრივად. და აი გაბედა, უფრო მეტი გაბედულებით, უფრო მეტი რადიკალიზმით წერდა. ყველა ალბათ ერთ-ერთი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე რადიკალი ავტორი ვინც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ, არა? და ყველასში არის აი ეს ბიოგრაფიული მომენტი. ხო და აი რაღაცნაირად გვაიძულებს ეს ვითარება მთელ მსოფლიოს უკვე აი ამ მოცემულობაში, დღევანდელ მოცემულობაში, რომ სხვანაირად ვიაზროვნოთ და სიტყვამ, აზრმა, პოეტურმა ხატმა მეტი წონა და მეტი სიმძიმე შეიძინოს. აი ფინალისკენ მივდივართ მე თან ვუყურებ კითხვები ხომ არ არის მე მგონია რომ შენ ისე ყოვლის მომცველად ლაპარაკობ რომ კითხვებისთვის აღარ დატოვებ მე მგონი ადგილი კიდევ მინდა აი ამ შენ როგორც ფილოსოფოსი არა ხო და როგორც მწერალიც მინდა რომ აი ბოლომდე როდის იწყები შენ როგორც მწერალი აი ამაზეც რომ გითხრა ორიოდე სიტყვას სანამ დავასრულე ამ კითხვის გარეშე არ მინდა უბრალოდ პოდკასტი მორჩეს რა ვიცი იცი აი გერმანულზე დავდიოდი არაჩვეულებრივი მასწავლებელი მყავდა რომელმაც ენა მასწავლა მანანა ბუხრაშვილი და მომცა გოეთეს ერთი ლექსი სათარგმნელად და სათარგმნელად იგულისხმა რომ უბრალოდ სკარედულად თუ შინაარსი მეთარგმნა და მიუტანე პოეტური თარგმანი და მითხრა რომ ჩვიდმე ეს ვიყავი რომ შენ ლექსებს წერო და მე ვთქვი არა აი დაწერო მივედი თუ არა სახში დავწერე პირველი ლექსი. მე რაღაცა დროის თუ წერდი, მე რაღაცა დროის შემდეგ ვაღიარე რომ არ უნიჭო, არ შემიძლია ამის და გავანებე თავი. მე წავედი გერმანიაში, წლები იყო არ დამეწერა და 47 წლის ასაკში რაღაცა ძალიან ცუდი შემემთხვა. აი ძალიან დამანგრეველი და მძიმე და უცებ დამაწყებინა ამან წერა. ხელახლა. აი იქიდან მე ძალიან დაგვიანებული. იმიტომ მანამდეც კი წერდი რაღაცები, მე პროზაული ტექსტები მქონდა, ალბათ რაღაცა აი ესე მაგასაკიდან. მე თითქოს იმან ამოწურა თავი. მე რაღაცა დიდი წვეტა იყო. აი მე ისევ აი თითქოს საჭიროებიდან თუ აუცილებლობიდან დამიბრუნდა და ეხლა თუნდაც რა გარკვეული ფილოსოფიური ტრადიციიდან მთელი ფრანგული ეგზისტენციალიზმი ეგ არის რომ ფილოსოფოსები რომლებიც თან მხატვრულ ლიტერატურაში არიან თავიდან ბოლომდე ხო გადაშოთებული შეიძლება ეგეც არის უბრალოდ აი ყოველთვის გონია რომ რაღაცა ძალიან ესეთი ბეწვის ხიდის აი ზღვარი არის ძალიან მინიმალური უბრალოდ გამოხატვის ფორმები არის აი საქართველოში დაბრუნებამ 10 წლის წინ კიდევ უფრო მეტად მიბიძგა კი ეს რაღაცა ბუნებრივად მოხდა, იმიტომ რომ მე კიდევ ვიმეორებ, აი 28 წლის ასაკში მივიღე გადაწყვეტილება, რომ ერთხელ და სამუდამოდ თავს ვანებებ, იმიტომ რომ არ მაქვს არანაირი უნარი, ეს იყო მიბაძვა, ხელოვნური და დღესაც მაგჭუაზე ვარ, რასაც მაშინ წერდი იყო მართლა, რომ გინდა რომ დაწერო, ახლა ახალგაზრდებს ყველას აქვს ეს სურვილი და არ გამოდის და უნდა გავანებო თავი. აი ერთხელ ჯემალაჯიაშვილმა ისე რაღაცა ცოტა ანაქრონულია მითხრა და მე მივხვდი რომ აბსოლუტურად მართალი იყო და მისი ავტორიტეტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო
იყო ამის თქმა და მივხვდი რომ უნდა გავანებო თავი დროის ვის არის ფლანგვა რაღაცა მიბაძვა და ეს არ გაქვს შინაგანი ტკივილი ამისი და ეს ტკივილი გაჩნდა 47 წლის ასაკში და ეხლა რა ვიცი აი ხა თითქოს ყველაზე აი თითქოს სადღაც იმაში ვარ ხოლმე, სადაც მინდა ყოფნა, როდესაც ეს მომენტი დგება რაღაც ამ ვერ არის იწული. რას უნდა ველოდოთ ახლა ადამიანები, რომელთათვისაც შენ მნიშვნელოვანი მოაზროვნე ხარ, რას უნდა ველოდნენ შენგან ფილოსოფიურ წიგნს, პოეტურ კრებულს, დრამატურგიულ ნაწარმოებს? ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არ ვიცი, ხან რას აღარ ვაქცევ ამას ყურადღება, შეიძლება ადრე უფრო რაღაც ახალგაზრდობაში უფრო მეტი ყურადღება მიაქციო, რომ აი რა პროფესიის მინდა გავხდე და ჩემ ასაკში 50-ს რო გადაცდები, ხა მაგაზე ფიქრი და twin-ში ჭყლეტვა რომ ხა რომელი ისა ვარ ფილოსოფიური უნდა წერო, სამეცნიერო მაინც მიწევს ყველაფერს. აი ხან რაღაცას ამ ენაზე ამბობ, რაღაცას სხვა ენაზე ამბობ. აი რაც აშკარად არ შემიძლია ვთქვა, არ ვიცი ფოტოს გადაღება. მგონია რომ ვერასდროს. აი რაღაცები ალბათ ყველა ადამიანში არის გრამში სააქეს, რომ ყველა ადამიანში არის ყველაფრის უნარი, ყველა ადამიანი არის შემოქმედი, უბრალოდ ვიღაცა არ ცხოვრობს შემოქმედებითად. მაგრამ ისე ცხოვრების რაღაცა მომენტში რაღაცა ხდება შენ ცხოვრებაში და ის გაგიხსნის აი თუ არ შეგეჯახებოდა რაღაცას არ შეეჯახე რაღაცა მეტეორი არ დაგეჯახებოდა შეიძლება ის უნარი არ გაგხსნოდა აი როგორც რაღაც სარკმელის გახსნა მე შეიძლება დაიკეტოს კიდევაც ამასაც არ გამოუცხო და არანაირ ტრაგედიად არ მიმაჩნია აი სადღაც რაღაცა გამოჟონავს და რომელიც გამოჟონავს ახლა გადავწყვიტე უბრალოდ რომ თანხმობა მივცე, ანუ არ შევაკავო და თქვა რომ მე ხო არა ვარ ეს რაღაცა მეცნიერი ვარ, ან ფილოსოფოსი ვარ და რატო უნდა დავწერო ლექსი და რაღაცა. რატომაც არა თუ მაიძულებს რაღაცა ძალა შეიძლება ენცესბერგერს აქვს მეცნიერების პოეზია, ასეთი ესე კი გექნება ეგ წაკითხული, სადაც ნუ აი ამ პოეზიის განსაკუთრებით ძალიან ახლო კავშირზე მიუთითებს მეცნიერებისა და პოეზიის ძალიან ახლო კავშირზე და მით უმეტეს აი ასეთ თანამედროვე სამყაროში სადაც დარგები ერთი და მეორეში გადადის უკვე ხატრულ ჟანრებში ზღვის გავლა უკვე ძალიან რთული არის პრინციპში. ერთი შეიძლება ის ითქვას რომ რასაც ვერასდროს ალბათ ხელოვნური ინტელექტი ვერ შექმნის ეს არის აი ვალტერ ბენიამინის შემოტანილი ცნება აურა. და აურას, რომელიც აქვს პოეტურ ფრაზას, ნახატს, სურათს, ადამიანს თვითონ ნებისმიერ საგანს, ის აურა იქმნება მხოლოდ და მხოლოდ აი იმ პათოსით, ტკივილით, პათოსი ბერძნულად ტკივილს ნიშნავს, ხო? რომელსაც ორგანიზმი შენი ნერვული ქსოვილი გაინცდის და ხელოვნური ინტელექტი ვერ მოახდენს ამის იმიტაციას. იმედი მაქვს. ეს არ არის ის სფერო, ანუ შეიძლება უკეთესი უფრო დახვეწილი შექმნას, მაგრამ მას არ ექნება აურა. და ამას მარტო ადამიანი და მისი ეს ბიოგრაფიულია, ანუ შენ ცხოვრებაში რა ხდება. რამდენი ტკივილი, რამდენი ძლიერი და ღრმა განცდა გაქვს მიღებული და საიდან მოდის, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეს განცდები. თავარი განცდა მოდიოდეს. ამდენად რომ ეს ნებადართული, ეს არანებადართულია რაღაცა და მორალურად მეზობელი რა სიტყვის და ნათესავი რა სიტყვის. ეს მართლა პრიმიტივიზმის და შეზღუდულობის პირველი ეტაპია, რომელიც ადამიანმა უნდა მოიცილოს, რომ საერთოდ რამე შექმნას. რაში ვინ რა სიტყვის ჩემზე, საიდან იღებ ინსპირაციას, ვიღაცა იღებს ინსპირაციას, რაღაცა შეიძლება წარმატებისგან, თუმცა მე ეჭვება ეგეთების ნაკლებად არის, უფრო მეტად იღებ რაღაცა ტკივილისგან. აი ეს სიტყვა პათოსიდან და იმას ტკივილი წარმოშობს, ან რაღაცა ძაფრი შეგრძნება, ძაფრი გაცდა. და ამის იმიტაციას ვერანაირი ხელოვნური პროგრამა ვერ შეძლებს. გადასარევია, მე მომწონს ეს ოპტიმისტური ხედვა და მინდა რომ ამ ოპტიმისტური ასე ვთქვათ ლაით მოტივი გასდევდეს, ეს მოტივი გასდევდეს ამ დღევანდელ
პოდკასტს ჩვენ მივემართებით უკვე ფინალისკენ. გიორგი, უღრმესი მადლობა. ერთი მინდა ტრადიციად დავამკვიდრო, რომ კითხვები დავუტოვო ხოლმე, აი ვთქვათ, შენ რო დავუტოვო მომდევნო რესპონდენტს, რომელიც მეც კი არ ვიცი ვინ იქნება და მით უმეტეს საინტერესო იქნება ესეთი ექსპერიმენტი, რა შეკითხვა შეიძლება დავუტოვოს ჩვენმა დღევანდელმა სტუმარმა, პოეტმა, დრამატურგმა, ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ. იცი, აი ახლა ცესა რომ გაგეფრთხილებდი რამის მოვიფიქრებდი და ამიტომაც არ გაგაფრთხილებ. რაღაცა არაცნობიერი და ნამოხეთქა შუშანიკის წამებიდან, რომელიც უზომოდ მიყვარს და მიმაჩნია ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებათაც ქართულ ენაზე შექმნილა. აი ეს გაწყვეტილი ფრაზა, მტკიცეთს დგა? მტკიცეთს დგა, ფანტასტიკურია და აი მე მგონია რომ აი ძალიან კარგი დასასრული იქნება. ყველაფერი შემაჯამებელი არის რაც ვილაპარაკეთ სხვათა შორის და ძალიან კარგი იქნება. აი მაგ შეკითხვას დავუსვამ მომდევნო რესპონდენტს. შენ უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა პატარს შენ და აი რამ არაჩვეულებრივ საქმეს ერთ სიამოვნება, როცა უღრმესი მადლობა და მადლობა კიდევ ერთხელ რასაკვირველია საფრანგეთის საელჩოს, მადლობა პენ საქართველოს, მადლობა იმ გოგოებს და ბიჭებს, რომლებიც აქ მუშაობენ გარშემო ფუტკრებივით და აკეთებენ შესაშურ საქმეებს. დიდი მადლობა გემშვიდობებით და შაბათობით გვიყურეთ ხოლმე 21 საათზე. დიდი მადლობა.